მე ვარ ჯავა კოჭლამაზაშვილი, სწავლობ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში და წინა ტურში მაყურებელს თავი ალბათ იმით დავამახსოვრე, რომ ესე თვირსახუთით ვახშობდი ჩემს პარტნიორს, ნათიას, ძალიან კარგ გოგოს მინდა აღვნიშნო და რა ვიცი, ძალიან ვიხალისეთ ბევრი და გამიმართლა, რომ ეგეთი გოგო შემხვდა პირველ ტურში, გამიადვილა უფრო აქ ყოფნა რა. მე ვარ კორნელი რამიშვილი, ძეგლავი, ანუ მოქანდაკე. წინა ტურში თავი კი არ მოვაწონე, თავი ვიტკინე. რა თქმა უნდა, გოგოსთან ერთად ყველანაირად ჯობია, თვითონ სიტუაციაც უფრო ხალისიანი იქნება ჩემი აზრით და ჩემთვისაც, უფრო კარგია, იმიტომ რომ, ბიჭები უფრო იმარჯვებენ და უფრო რეიტინგულები არიან, მაგრამ ეს მე, რა ვიცი, არ მაშინებს. საერთოდ ბიჭებს უფრო მეტი შანსი აქვს, მაგრამ თავარია ჩემთვის კომფორტულად ვიგრძნო თავი ჩემს მეწყვილესთან, არ იყოს ეს ცინიზმი, დაძაბული სიტუაცია, ირონია. არ თქვა, ეხლა გავიჭედეთ. გავიჭედეთ? რა ხდება რა არის? აუი, აბა. ჯაბა. კოკა. ეს სიმონო. ეგ რა არის? ეს რა ვიყოს და უკეთ გავიცნოთ და მე ვნახოთ რა არის. სანამ არ მიცნობ, მანამდე არ მანახებ. არა. რატო? რა არის ეგეთი? უცნობებისთვის არ შეიძლება. ჩვეულებრივი მილია, სანტექნიკი ვარ მე და. მე-9-ზე ავდიოდი. ასაკეთებ. რეიფს აკეთებ. საერთოდ? მოქანდაკე ვარ პროფესიით. პროფესიით მოქანდაკე. მოგეკურსად სამხატვროში. გამოდის ამე? ის შენი თავის სიამოვნებისთვის გამოძერწავ და რაღაც გააკეთე, როგორც ეგეთი. თელი ცხოვრება შენი თავის სიამოვნებისთვის ხო ვერ გააკეთებ? ხო, მაგრამ არ მინდა რომ ჩემი პროფესიით პური ვჭამო, ასე ვთქვათ რა. არ გინდა? აბა პურის ფული რით უნდა იშოვო? აუ, სხვა გზას მოვძებდი რა. ესეთი რაღაცაა რომ შეკვეთები და ეს მომქანცველია რა. მოვა კლიენტი და მე ესეთი რაღაცა მინდა და რაღაცნაირი ორგანო. ეგ მე უფრო შენთვის სტიმულის მომცემი არ უნდა იყოს, ეხლა შენ რაც გინდა იმას ясნია გააკეთებ, მაგრამ ის რაღაც შეკვეთას რომ მოგცეს უფრო ძნელია. და უფრო მე მგონი უინტერესოა ჩემთვის და გამოდის დაბალი დონის ნამუშევარი. იმიტომ რომ იმას სულილები აქვს ცუდი? ო, თავისკენ გადაყავხარ რა. ანუ ამითი არ აპირებ შენ, ეს ხობი ვითაა შენთვის. ხობი არა, ჩემი ცხოვრება რა ვიცი. ცხოვრება. მოვავიღო ზაგაში კინა, აქეთ ჯიბეში თუ უნიანები ეწყო, აქეთ რაღაც სიგარეტი და ამათი პონტია. თავი ხო არ გტკივა? თავი არა. მე რითი შოულობ ფულს? რითი? მანიაკი ვარ. დანას მოგცემ თუ გიდე. მაგ? აქვს დანა? დანა, პატუკა დანა. არა, როგორ ნოგვექნა, იცი? კოკა, ვიტრიალდი ერთი წამი ნახე, იქნებ ლივტი ამოძრავო. კარგია. აიცა, არ გაცოცხლდე. არ გაცოცხლდე. არაფერი არ გაქვს. ეხლა სკალპი უნდა აგაძრო. დავაი. ჩემი თმა. ეხლა ამას მივიტან შამანთან და ჯადოს გავიგეთებს. მე ჯადოს საწინააღმდეგო ისიც მაქვს. რა? თმა. სად? მეორე თმა რა.
მეორეც მას სადამ მოგდის? ცოტა ისე ეს ხო არა? ხელი მართლა გავუჭე. აბა. აი გააფერი. ამბასრი ყოფილა. აბა ეხა. ოღონდ როგორი მანიაკი ვარ, იცი? აი საქართველოს მტრებს ვკლავ რა. ხო, ის ამყავს მოკლული. იგორ გიორგაძე. შენ მოკალი? აი, ცოცხალი არა. არა. ყდარია. ეხა კორჩი შემდეგი სიაში არიან კოკოითი. ბალაფში და ჟისა ჟირინოვსკი. რატო პოლიტიკოსები და ეგეთი ხალხი? რატო იცი ახლა როგორც შენი თავისთვის აკეთებ ხო იმ რაღაცა? ხო. რაღაცებს. მე ჩემი ქვეყნისთვის ჩალიჩობ რა. მინდა რომ საქართველოს გავათავისუფლო მტრებისგან. აუ სხვა მტერიც მოკალი მე რა. ვინ? მაგალითად თურქ-სელჩუკები აღარ არიან რომ გავმუსრო. არა ისეთი რა, ვინც ისე ცდილობს საქართველოს დაპყრობას რა. ეხლა მე სახე განა ხო? ხო. მილიცია დამჭერს. რახშის? არა, ძებნაში ვარ. ძებნაში ვარ. მეც პუშკინის მასკა მაქვს გაკეთებული, რა თორე ეს სხვა ტიპი ვარ. ქერა ვარ და. აქვია. მე ვიყავდი მაგრამ მისიაში რო რაღაც მასკებს რო იგეთ. მე ეგრე ვერ ვქაჩავ. მე ესეთი მასკები მაქვს. ცოტა. ისე ხომ მაგარი წამება მუხლის გახრეტა დრელით მე მარილის ჩაყრა თითების სვანური მარილი უნდა ჩააყარა. სვანური ყველანაირი. მე ბამბუგზე უნდა დასვა. თურქულ ბამბუგზე. თურქული მაგარია მალე იზრდება. ხო, ეგ მალე იზრდება. 20%-ით მალე იზრდება ჩვეულებრივთან შედარებით. მაგრამ ყველაზე მაგრა აწამებენ ჩინელები. და არიცი? არა. კორჩე ადრე რაიმენა სული მენა უხსოვარ დროიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომამდე როგორ აწამებდნენ ხა მაგალითად ვიღაცას დაიჭერენ და რაღაცა უნდა ათქმევინო და არ იძახის. დასავდნენ იმენა დააბამდრენ ესე რომ ვერ იმზრება ვაფშე. და წვეთი ეცემა ეგ თავზე პაკ და ხრიტავს მენა ხო. მენა ხრიტავს და პროსტა რა არიცი? აი გიჟდები რა. ჯერ ხო თუ დაკვირებული ხარ რა, აი სად წყალი რო ჩამოდის, იქ და ასფალტია გახვერეტილი. ამას ასწავს. თითქოს არაფერი არა და იმენა ძალიან საშინელებაა. კიდე რა შვებიან? დაგეგდებენ ოთახში, ესეთ ოთახში რა და რაღაცა ხმები ისმის რა, თუნდაც ის წყლის წვეთა, რაღაცაი ცუდი ხმები რაღაცნაირად და გიჟდები რა. იმენა ეხვეწები რომ მოკლა. თუნდაც ერთი და იგივე მელოდია რო იყოს, სართული რო გამომეორე. რას უსმენ მელოდიაზე გამასწორდა? აუც. ყველანაირ მუსიკას დავიღალე რა. ყველანაირ? მაინც უფრო რომელი მოგწონს? მაინც უფრო ინსტრუმენტალური ცოცხალი მუსიკა. იასნია. და მიმდინარეობა? როკი ალტერნატივა. მეც. ელექტროსაც, აუც. ფოლკლორებიც მევასება, სხვადასხვა. როკში აი უფრო მძიმე თუ? უფრო 70-იანი წლების რა. 60-70-იანი წლების. ანუ აეროსმიტი? აეროსმიტი, ხო, Pink Floyd, Led Zeppelin, Doors. აგრებია. აგრებია. მაგრამ ეგენი იასნია მამები არიან ვაფასებთ, მაგრამ ეხა უფრო იმეებს უსმენ, რა მძიმეებს. რაღაცა აი მე მაგაი რო უსმენ, მაგალითად აი წნარდები. მაგარია სწორებს კომპიუტერთან დავждები ხოლმე, ნაუშნიკებს გავკეთებ, როგორ ხმაზე იცი? просто რომ დადო ნაუშნიკები, ოთახში მაგარი ჯიგრული ხმა იქნება რა. მაგრამ მე იმენა მისკდება რა ყველები და ეგრე უსმენ რა და რა ვიცი, ძალიან მაგარია. იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში მუსიკას თვითონ ქმნიან, ტექსტს თვითონ წერენ. თვითონ ასრულებენ, ლაივ კონცერტებზე ხო ბაზარი აღარაა. და სულ არაფერი, просто ვაფასებ რა ეგეთ ხალხს რა, რომ აი ყველაფერს თვითონ ქმნიან რა. აი მაგალითად ონისე, ხოაზე ხარ? ქართველი როა. ძალიან ბევრს არ მოსწონს მაგის მუსიკა, აი 80%-ს რა. მე რო თქვა მომწონს მეთქი და გიჟდები, მოგატყვებ, მაგრამ აი ბიჭო, აი ვაფასებ რა კაც რა, არავის არ ბაძავს. თქვათ აი ვიღაცამ რაღაცა სტილი აირჩია, გაკაჩა ხო? არა, მაგან არ აირჩია. და თავისას აწובה, რაც მოსწონს შენ პონჩია რა, რაც უნდა იმას აკეთებ, რაც მოსწონს, იმას აკეთებს და ხო, მაგრამ კლიპებს მაინც უშვებს. ხო რა. არა,
კლიპების მაგარია რაღაც. თავით გავტეხე ბეტონი. ბეტონი, გააჩერე ეგდოლის. მანქანა რომი აქვს. ხო, მაგარია. აი ისა, ეგ კლიპი ხო იცი მანქანა რომი აქვს სათამაშო. ხო. იმან, იულესავიჩევა მოპარა მაგას ისა, ეგ აზრი. იულესავიჩევის კლიპი იცი? პატარა კამაზი რომ მიდის გზაზე. მე მენა ონისეს აახია იდეა. არა ონისემ დაასწრო მაინც. რაღაც ის არა, კაპიშონი თავისი რაღაც. ანაფორა? ხო, წელი და რა. ეგ არ მაქვს ხა რომ მოვდიოდი პატრულმა გამაჩერა. რაღაცა ტაქსით მოვდიოდი და იმას საბუთებით ხოდა. მე რაღაცა შემეტყო რომ ავნერვიულდი რა. ეხლა როგორია? ეს მიდევს, ხანჯალი მიდევს, რაღაცა და გამჩხრიკეს. რა არისო ესაო? არა მეთქი უბანში, თბილისში მანიაკი არ დადის. ეს პროსტა სახში მივდივარ, ჩემთვის кайფობ. ეს კიდე პლასმასია. რეზინა. რეზინა. პროფესიით ვიხარ? პროფესიით მომავალი იურისტი ვარ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არ მომწონს ჩემი მომავალი პროფესია. არ მომწონს იმ პონჩი რომ კი კარგი რაღაცაა, ჩემი ჩაობარე კარგი პერსპექტივა მაქვს, მაგრამ აი არ მომწონს რა, აი კითხულობ და არ მომწონს, სიამოვნებას არ მანიჭებს რა, ეგ საგანი რა. სვანაერი. ანუ ცხოვრებაში თუ ხარ იურისტი რა ეს ურთიერთობაში, არა ხო? არა, იმენა ვაი ვერ წარმოიდგენს ვერავინ რომ მე ვსწავლობ იურიდიკოზე. სამართალმცოდნეობას რაღაცა. არა. აშენ მაგარი ისევარ რა, სვანაერი. არ მომწონს რაც არ მომწონს ანუ ეგ ყველაზე ცუდია იმას რო აკეთებ რაც არ გიყვარს ხო საშინელი სად მინდა მე გვამი როგორი პონტია ახლა ეს რაღაცა მალალეტკა მანიაკები რა წვავენ და რაღაცა რო არავინ არ იპოვოსო რომ ჩემზე მე რაღაცა ну რაღაცები რო არ დავტოვო სამხილიო არა მე პოლიციას ვეთამაშები მე ვეუბნები სად არის გვამი. დაჟე იმას ვეუბნები რომ აი ახლა ამას მოვკლავ და თუ მომასწრებთ. აი ეგეთ კინოები ხო გინახია? აი მენა кайფობ რა მაგით. მანახე რა არის? ნახოთ ეს რა არის? მართალ სანტექნიკი კი არა ვარ. ვიხუმრე. ეს შენი გაკეთებულია? როგორი რაღაცა? просто ჩაოლებრივია და ეს ერთ აპლისანტელი რა. იმენა ეს შენ მოიგონე თუ ეგრე უნდა იყოს თაფლის? ეს არის, ხო, თაფლის უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ესეთ ბამბუკი ან ხე რამე რა. ავსტრალიელი აბორიგენები ხო არა? ეგეთი როჟები და მაგათი ის არის რა, როგორც ჩვენ და სალამური და ფოლკია რა. ხალხური ვეშია და ქვია დიგერიდუ. აი ესე მე მეგონა მართლა რაღაც პრავოტკას აკეთებდი ეხლა. ნახე და ამას ახლა თქვათ იმ აბორიგენებს კიდე აი თქვათ ჩვენ სალამური რაღაცა ფანდური კიდე რეები აქვთ. ძირითადად ეს აქვთ, რაღაცნაირი ტამტამები აქვთ, საჭრიალოები აქვთ და რაღაც მაგარი დანიშნულება აქვს მაგას რა. როგორ? просто ჩაუბერო? ეგრე. აი სერიოზულად როგორ აკეთებ? თუნდაც უნდა ჩააბერო რა ეს. просто ჰაერს უშვებ. როგორი პონტია იცი? ამით ხო უკრავე რა და წარმოიდგინე ავსტრალიაში ხო არის კენგურო და სხვადასხვა ცხოველები რა დინგოა და ნუ ბუნებაა და ამ ყველაფერს აღწერენ ერთ კომპოზიციაში თქვათ მაგალითად რა. ეს არის კენგურო ხტუნაოს რა გარჩე რა. მე არის საბრძოლო უფრო დაგრუზული რა.
და რაღაც ერთმანეთს ეძახ. მოვიძიე, მოვიკლი რა და არის კიდე დინგოს ხეფა რა. ეგ ძაღლია ხო, აგარეულ. ხო რა, გარეულ შინაური რაღაც ფერი. როგორ ეს? ო, ბალათი უნდა დავამუღავ. აგარეში. ეს იაკეთებ ხო? ხო, ცოტა გვერდულად რა. ანუ აი პერიოდულად უშვებ ხო თუ ეგრევე? ხო რა, ეგრევე უნდა გაუშვა რა. არ უნდა გაწყვიტო ის რა. არ უნდა გავწყვიტო. თუ გამოვიდეს. დამოყარება უნდა. აუ. არ ვაფურთხებ ნუ გეშინია? არა. სპილო არ გამოვა? სპილო არ არის ავსტრალიაში. სპილო არ არის ავსტრალიაში, ხო? არა, აკლემებია როგორ, იცი? ადრე გადაიყვანეს, რაღაცები გადაწყვეტეს. ხელი მართლა გაიჭერს რა? ხო, ხელით გაჭერს. როგორიც გაიჭერი? რავი, აი, რო წავიქეცი გაუჭერი. სახიფათო ლიფტია. ის კინო ხო ნანახი გაქვს ლიფტზე? თავები რო ყო, სოციალური ადამიანური ლიფტი რო აი. თავი არ გაყო, ბიჭო, თორე შეიძლება შენ აქ რაღაცებს აჭერ. ეხლა ტამტამი ხო არა გაქვს. ავსტრალია კარგია, მაგრამ კარგი გოგო იცეკვებდა ეხლა აქ. ჩავიდო და მე просто დაბალია რა. მაგრამ დაბალი გოგო ვინმე. დაბალი რა ჩემი და იმას აცეკვებდა. მერე გესმის ამის, ჩემი ხმა გესმის? კი, მოგისხმა როგორ. კაი, მაშინ ამ Dolby Digitalis პიჩკა. სახატემთელი ქვეყანა ისინი რო აკეთებენ, მე დუდუკეები. ბიჭო რა? აქედან ხიფალებს, იქიდან აზიფალებს. ეხლა სიტყვაში მატყუებ თუ მართლა იწება ერთი ღერით. რა ხო, სიტყვაში მატყუებ? არა, არ მატყუებს სიტყვაში. აი რაღაც ორ ბლოკს მოუწევ და ეგეთი რაღაცა. ეგეთი რაღაცა. აჰა, მოუწიე. ხო. მე ხო გარში რა. აზე არა ვარ ვაფშე. ტყუილად გავაფუჭებ ეხლა. აუ ჩალი ჩაო. მინდი. მე მეგონა არ უნდა შევახო ხელი, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი. აი იმენ ზუსტად ეს ვარიანტი თუ არ ამორჩიე, სხვაგან თუ მინდა შეიხდეს. მაგას შანსი არაა. აი ერთი ცალი რომელიც გინდა გამოძრავი და კვადრატი გააკეთე. სადაც მინდა დავდებ იმას თუ ეგ უნდა ავიღო. ნუ ერთ-ერთი შეგიძლია აიღვან, გაწივან რაღაც. ხო. ეხა ის უნდა მივხვდი. Hakuna Matata. Awimboeka. ჩემი. ეხა. რაღაცაშია აქაც საქმე რა. შეიძლება რომ დავამატო რამე. აქედან ავიღო. ესე რაღაცები მოგეთო. ანუ 100-ი რა, 100 შეგიძლია. ავტორ რა არის ესა? რაღაც აი ადვილია, მაგრამ ვერ ხვდები. ნუ ბოლოს რო გეტყვი როგორ მისვიდე. ეგეთი რეაქცია ექნება. არ ვიცი. ხნა? მიდი. აუ ჯო მეც არა ვთქვი დედას ვიცავ. ეს რაღაცნაირ შეწეულია მეთქი რა. და ვეღარ ვიკითხე. ტრი ახალი ფილმია. სამნი არიან, კუნძულზე მოხვდებიან რა. კარჩი როგორი პონტია. თავარ როლში არის ისა. ტიტანიკში რო კაცია იმ გოგოს საქმრო.
ცუდი კაცი. ყველაზე ხარ. სნაიპერსაც რო თამაშობს. ხო და არჩი როგორი პონტია, იახტა აქვს ამ კაც ძალიან მაგარი რა და ცოლი მაგარი ხალი ძალიან. და მიდიან სადღაცა ოკეანეში გაცურავენ რა და კიდე სასტავი რა 1-2 კაცი რა და ყავთ მოსამსახურე ერთი რა ბიჭი ისიც მაგ სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი რა მაგრამ ძალიან ახვარი რა ხო და ჩათალხი მაგარი ხო და არევასებათ ამ შეფს და ამ მოსამსახურეს ერთმანეთი იასნია ეხლა და ბიჭო აფეთქდება ეს იახტა რა და კაუჩი გადარჩება მარტო ეს შეფი კაცი ქმარი და მაგის ცოლი და ეს ბიჭი ხო და გოგომ იასნი არაფერი არის სადაც კუნძულზე მოხდება პატარა კუნძულზე რა საკაიფო პატარაზე და ამ ქმარმაც ეხა ეს ვიჟივანიები და დიკაი პრიროდა რაღაცები არის მილიონერია რა არის ის პარკეძია გაზდილი და რაღაცა ფაიფურის ჭიქები და რაღაცები და ის იმენა გიჟია ის მოსამსახურე რა თევზებს იჭერს და რაღაცა 12 მეტრი წყალში ჩადის უყვინთავს და აროჩე ნუ ერთად არიან გავიდა 2 დღე 3 დღე და ბიჭო ეს კაცი ეჭვიანობს რა თავის ცოლზე რა მე მივდივარ სათევზაოთო ეს ამასთან რჩებაო რაღაცა ცუდი მასტი ჩანსო ეჭვიანობს კაროჩე და იმ დავი გააჯვია ხინანო რა სხვაგან აიშენე ქოხიო და იქვე აიშენებს 50 მეტრში და ის ეტყვის რომ всё მეც მკიდი ხართო თქვენ თევზს მე თქვენ აღარ გაჭმევთო რა თქვენ თვითონ რაც გინდათ ის ქენითო ხო და კაროჩე ვერ იჭერენ ესენი თევზებს რა თევზების დამჭერები არიან ამას მოაქვს რაღაცა კირჩხიბები თევზებიო რაღაცა კაკულებიო კაიკაის ხორცები და ესენი ესენი უყურებენ მაგარიშიათ რა პატარა ლიფსიტებს ჭამენ ესენი რაღაც გუბეში რო დარჩებიან ხო და ლადგიყვები მაინც დრო გვაქვს ხო და კაროჩე ამ ბიჭს იმიტომ მიჭერდა მაგრა თევზებს რომ ის აჭკები ქონდა რა ხო და როცა ეძინება ეს ქმარი მოპარავს ამ აჭკებს რა და წავა რა თევზის დასაჭერად დარჩება ეს ცოლი აქეთ თავის ქოხში და ეს ცუდი მასტი ხო და გაიგვიძებს ეს რა არისო მომპარაო რა ჩემი სათვალეო ეს იმიტომ გაბრაზდა რომ ამ კაცს ქონდა ზაჟიკალკა გაიგე ამას ცეცხლი ქონდა იმას არ აძლევდა ცეცხლს გაიგე მაგარი არევასებოდათ ერთმანეთი ხო და აროჩი გარბის რაღაც თავის ის არის აიღო უნდა მოკლავ და ამ ქალმა არ მოკლა გეხვეწა და მე მომკალი და ამ ჭიდაობაში ხო იცი რასაც უზავდა ეხა ამ ქალს ხო ზლუხენ შნაილა და რაღაცები და აროჩე ნუ თან ეხა ჩემი ქმარი რო არ მოგლასო თან ბოლოს მაგარი გაუსწორდა მე როგორც უყურებდი და ეს კაცი მოვიდა თევზით ხო და ის მაგარ გასწორებულში თავის ქოხში აესე ჰამაკში კატაობს რა აგარ გასწორებულშია ის ცუდი მასტი რა ეს მოვიდა და თევზი დავიჭირეო ნახეო რაღაცაო და რაღაც ეს გოგო დაგრუზულია მე დავიჭირე თევზიო ხო და ეს გოგო დაგრუზულია რაღაც რა ხდებაო არაფერიო რა მოხდაო მითხარიო რა არაფერი ისა აჭკები რომ მოპარე მაგარი გაბრაზდაო და შენ მოსაკლავად გამორბოდაო და ეხლა რაღაც ძალიან დამშვიდებული ჩანსო შეყვარებული ატომაც შეყვარებულია თუ უბრალოდ ერთად ხართ რა უცი ამას უკვე ვესაუბრეთ რა რაღაცეებს როგორ რაღაცეებზე ვესაუბრეთ უკვე ერთმანეთს რაზე ერთმანეთის გზნობებზე რა გიყვარს შეყვარებულები ხართ მაგრამ გიყვარს შეყვარებული რა ხა აუ ჩაოლებრივი თბილი გზნობაა რა ვერ ვნახულობ მაღაზ ვფიქრობ და ეგრე რა კაი მე არ ამყავს რატო არ ვიცი არ მყავს მოვიდრე არც რა შეყვარებული არავინ არ მყარებია რასაც ქვია ამდვილი სიყვარულით რა იმიტომ რომ რა ვიცი ეგეთი რაღაცნაირი როჟა ვარ ერთფეროვნება არ მიყვარს ხო და აი ერთ ადამიანთან ვერ ვჩერდები რა დიდი ხანი ცვალე შენცი მე ვცრი რა ჩემ არა რა პლიპონტია იცი აი ვიზდებით უკვე პატარები აღარა ვართ ეხა მომწინდა ეს ცვალე და დღეს ის და ხვალე ის და რაღაცა მყარი ურთიერთობა გინდა ხო რა ატომაც არა არ გიქნებოდა იმიტომ რომ თვითონ ეხა
ესეც მომწყი, ესეც ერთფეროვნება გახდა ჩემთვის. რაღაც ცვლა და სხვადასხვა ვიღაცები. ეს თუ ერთფეროვნება. ის არის ჩემთვის უკვე რაღაც სიახლე რა. ცოტა სერიოზული ზედმეტი მრავალფეროვნება ერთფეროვნება. შენ რაღაცას პირატულად შემოიტანია რა? ხო. რა არის? ციკვის თხილია. იჭმევა? ბიჭო, მაგა ის აჭრია რა გაკეთდა. კი, როგორ არის იჭმევა? შევჭამთ? აი სა ჯერ დაუკრათ, ჭამის წინა დაკვრა. ჭამის წინ ვიდი. მაიცა. მანდრო აღარ არის არაფერი. არის. აჰა. სანთლებიაო. სანთლები ესე. როგორ რავი? სტალო. აუ. ეს ციკლის ფხილი რას? ცოტა დიდია. სხვები ეგ ის არის. ეგ ნამდვილია? ვოჟძია ამათ. ეს ვოჟძია. აუ, შენ გაიხარე რა. გავიხარო? მე გავიხარე. მიხარი. ისა ამას ჩავყაროთ. აი, ამას რატო? ის რა ხა მოთხრობა. მოთხრობა. რომელი? წიწილა, პეპელა, თაგვი და ჭიანჭველა დაძმაკაცდებია რა. ჭიჭილა, წიწილა რა. წიწილა, პეპელა, თაგვი და ბოლოს რა თქვი? ჭიანჭველა. აუ, მე? ამ თელ თავგადასავლებია. დიდი კაკლები როა, ხო არა ხა? აუ. მაშინ იმით გემს გააკეთებენ რა. ჭიანჭველა არის ის ანძაზე რო ზემოთ ხვაზე ხარ. რო ალივერებს ყველა. ხო რა. იქ რამე ბაყაყი რო გამოვშვიდეს, იმათვის ვეშაპია, ხაროჩე. რა. ამის პოდია და ჭიანჭველა ხო ეს არის იქ ზემოთ. პეპელა იასნია. აფრა. კაპიტანი ვინა? კაპიტანი წიწილა. და თაგვი კიდე ის არის. ზარულიომ რა. ხო. და რაღაც მაშინ პატარა წამოიდგინე პატარა რუსს გაუყვებიან რა. პეტედე. და გუბეში გავლენ მაგათთვის ზღვარი და ის გაიჩიტებათ რაღაც ქარიყლაპია რა. თევზია, გამოეთელი ამბებია რა. ვეშაპი გადაყლაპოს და მე შიგნით ცეცხლს დაანთებენ რომ გამოაგდოს ლუკა. ნაჭუჩი მე გე. აუ რა კაია. არა მოგწურდება. მოგწურდება. მოგწურდება? მაშია. ეგრაფერი. ტიპს მოწურდება რა. ზროსლი და პატარა ბავშვი არიან დაკარგულები რამე და მოთხრობა. არა აქვს წყალი რა, გაიჭედებია სადაც წყეში. არ ვიცი მართალია თუ არა რა. ეს კაცი მისცემს პატარა ტყვია რა, მეტალი. ვის? პატარას? ბავშვს რა. წუწნეო და შეგიმსუბუქებსო რა. და? ხო და ავი არ მიცდია ეგ ხომ. ასე თუ ისე მავნეის არის. აქ მისცემს და ბოლოს მიაღწევენ. როლფიტყეშია რა ეგეთი ნაწარმოები. ზროსლი ინდიელი. ეს არის რა ნამდვილი ამბავია. არ გეცოდინება. კავშირი როგორი პონტი ეცი? ჩემ ახლობას მოვიდა რა. ახლობლის. კავშირი შუქი წასულა რა პადიაში რა. სადარბაზოში და ორი რა მეზობლები ჩასულა რა. მოდი ნახოთ რა ხდებაო. და ჩავიდნენ კაროჩე და რაღაცეები მოსკნეს და ჩართეს რა შუქი. რაღაცა ყოფილა პატარა ხარვეზი და რა ხდება თურმე ახლა. ერთი იყო ჩუსტებში. ხო და რო გააკეთეს კიდე რაღაცეებს ჩალიჩობენ და ჩუსტებში შეეყარა ქვიშა რა. ხო და ხელი დაადო რაღაცეებს რა. და ესე შვება რა ჩუსტებიდან ქვიშას იყრის და იმ მეორეს გონია რომ დენმა დაარტყაო რა. ხო და
აიღებს რკინას და ბიჭო ეხა მე რომ მოვკიდო მე დამარტყავსო. ხო იცი სანამ არ დაიბრიდები ვერ წყდები. ხო და ავიღებო და ჩავცხებო ამას ხელებში და მოძრებაო რა. გამოვიყვანო აქეთ და ბიჭო თავისთვის დგას კაცი ქვიშებს იყრის ჩუსტები და რაღაცა და აიღებს და ბრახო ჩარტყავს ორივე ხელს მოტეხავს. ხო ორივე. მინდი შენ მაგას ეჩალიჩი მე ამას ვეჩალიჩი. ნიცი გავხო. აი ამ თვითონ ნაჭუჭი ხო ბასრებით არის. აუ 9 კი არა 29 გაყოფ არა. ისე რომ იგრძნონ რაღაცას რო შეჭამენ. ანუ თანაბარი სიგი რო. რა დანები გქონდა ერთ დროს? ობა. ხურდით ვერ გავჭრი. ხურდები გააქვს? ხო, მაგრამ არა, რაღაც თამაში გასწავლი მე. კი, მაგ ხურდე. მეც მაგ. გავხურდე. ხო, გავხურდე. აუ ზეთი გადმოდი. აი ერთმა ჭამოს და ერთმა გაიხაროს რა. ეს როგორ არის ანეკდოტი? 3 მოკვდა 3 ციხეშია და 3 საავადმყოფოში. ხო, ვერ გაიყოს კაროჩე რა. ის არიცი? კაროჩე 9 ძმანი არიან ომში რა. ეს ცოტა სავრიმენი პონტია ეხა რა. ავტომატების ომში არიან, ხო და ბიჭო. კაროჩე მოღალატეა რა იქით მხარეს რა. ახლოს არის რა, ხوازო მე როგორც მეორე მსოფლიო ომია რა. რაღაცა 100 მეტრში არიან ერთმანეთთან, ხო და ერთი მოღალატეა და ბიჭო იცის ცხრავეს რა ქვია რა. ისინი მაგარი დაქნეულები არიან, ხო და დაიძახებს რა. გურამ, აუყოფს გურამა თავს ბახ, ერთი მოკვდა. ლადო, ბახ, მეორე მოკვდა. თავს ყოფენ რა და 8 დაიბრიდა ეგრე, კაროჩი და დარჩა ერთი. ხო და ესე იარაღი უჭირავს და ესეთია და ვაიმე, გიორგი არ თქვას რა. და აუყოფდა. 20 წელს მივდიოდი სკოლაში, ხსეთა მე 7 კლასში ვიყავი და 3 ლარით მოვდიოდი. ხო, არა 3 ლარი დიდი ფული იყო მაშინ. როგორი პონტი? ჩუქვია რა. ანუ ხელში იდებ იმდეს რამდენიც გინდა რა. ვარ მყავთ ერთმანეთს. აი ესე, მაგალითად მოდი. ჩუ. ვისაც მეტი აქვს, აი თქვათ, შენ გაქვს ახლა რამდენი? 50. მე კიდე 20 მაქვს. მე გიყრი ამას. ხო, ახლა ვისაც მეტი აქვს, იმას უყრი. მე ხა შენ ესე ყრი. ესე რომელიც დაждდება? ბორჯღალო. ხო, ბორჯღალო. ეგ შენია, всё. მე ისე. ეს შენია. ეს შენია. ბოლოს ერთი რო დარჩება ესე აგე. დაარტყა. ხო. ხოაზე ხარ რა? ხო. ეხლა როგორი მოდია? თუ იცი რომ ბევრს ჩადეებს, შეიძლება 5 კაპიკიანი ჩადო, გაიგე? ანუ 5 კაპიკის დედავატირე. შეიძლება ბოლოს ერთი 70 თეთრი ვერ ამოატრიალოს. ხო. თუ იცი რომ იმაზე მეტი გაქვს, აროჩი რა, იმენა გასათვლელია. მოდი ვითამაშოთ. ოღონდ ნაღდათ არა, გზის ფული. ხო, ясნია. აჰა. დავაი, ნაღდათ არა. კაროჩე, წაგებული ამას ჭამს. არა, მოგებული ჭამს ამას. თუ წაგებული, რომელი ჯობია ეხა? წაგებული ჭამს თუ მოგებული? უხელოდ? ნო. ჰა? მოგებული? მორა. მოგებული ჭამს? ჭამოს მოგებული. ო, ჭამოს. არჩი. ვა. ეს ისა პატარა დრამერი მყავს აქ ჯიბეში. პონე. ო. ძადი. ეხლა. დავაი. მე არ ვიცი რამდენი შევდებ. ჩანს ეხლა. შენ ამდენსაც ჩალიჩო. მე დავრა პატიოსანი რა. ადი. თუ რა ერთი უნდა გამოწიო ხო? ხო, ясნია, მაშინ მაქვს. ჩუ, 5. მიდი. ბიჭო ყველა მოატრიალა. აუ, ხო მაგარი განსხვავებულია. 3 ლიტრი ჩავა. აუ, ესე. მაიცა, მაგრამ ვერ. არა, პირიქით. სხვა უნდა დაგიჭიროს და აი მე დეგერედოთ ვარო გეხმარება ეხა. არა. Pirati Karibskого моря 2. ვინები არიან? რა, მე ვერ ხედავ. ხედავ? Red Hot Chili Peppers-ია. არ გევსება Red Hot Chili Peppers-ი? ო, მაგარი ზუკი ახი. რეებს აკეთებ. ჰა? რეებს აკეთებ.
აი, დაუგდე ყური. ნაგავს მიგვაჭ. მე მგონი სამნი არიან. ერთი პატარა. ნიტო ორი ქალი, ერთი ბიჭი. ბიჭი პატარა. იმიტომ რომ კალთაში უზის ერთს გაიგე? დედას. მეორე, არა, დედას არა. აბა, მეორეს? გამხდარს. მე მგონი გამხდარი, იმიტომ რომ ეგრე ეტყობა, რა ვიცი, ფეხის მოძრაობებზე, რომ ძიმე მასა არ დადის. ის ერთი შეფია, ქალი. მაგაზე მუშწარტყა. ხო, მატრიარქატი აქვს. მოდი სერიალები. აი მე ხო ყველას უთხრდება. ჩემი დედა ვატი რა სერიალი თუ ძმა. ქალების საქმე. უბანში მდგევარ და რაღაცა. აი პროსტო ვიცი ხა, უყურებ მეთქი მართ ვიცი. მოჭო, მაგი ის რომელი? ბებიაჩემა როგორ დაანება, იცი? სიგარეტს კი არ და სერიალების ყურება რა. თავი დაანება, კაროჩე რა. როგორ? არჩე ერთი სერიალი იყო. ტიპია ტაქსისტი რა. რაც ბედნი როჟაა რა, მაგრამ აი ჯიგარი ტიპია რა. კეის რო გააძრობს. ხო, ფულს რო გააძრობს. მაიცა? იოლიფული. ბრაზილიური. ბიჭო, ბოლოს ის გოგო მაგას დარჩება? ბოლოს კვდება და მაგიტომას დაანება ბებიაჩემა თავი ყურება. ბოლოს კვდება, ეგა, ვინ კლავს? სამართალდამცველები. ნორმალსუს. ესე ჩემოდანით რა. აი ეს არ ამჯერა ეხა ის ბებერო შეუყვარდა ამ დროს. აი ესეთი პონდი. ეგა რაღაცა ის მეტროში ჩად ხო რა ტიპია რა კაიროჟა. ის არის რა. მაიცა იმას უყურებდი? სახელი არ მახსოვს. შიკო მოტა და რაღაცა კაცი რო კომაშია და მე რო ასე მოვა. სამიდაროა. ხუთუჩა ტიპი რო. სამიდარო. აი მაგარი მივასებოდა. და მე დედა რო გაიჩნდება ის დედა რო გაიძრობა პლასტიკური ოპერაცია აქვს რო გაკეთდეს. სერიალი ისე. ჩვენ უყურეთ სერიალი. ბიჭო, როგორი პონტია, იცი სახში უყურებენ ეხლა და მაგ დროს ხო არც კომპიუტერი მქონდა, არც მეორე ტელევიზორი მქონდა და უყურებდი რა. და თან მუღამში ჩემპიონი ხარ და გიქცა. ის რო იყო, ტროპიკანკა რო იყო, იქ რო იყო ზებალაშა. ტროპიკანკას არ უყურებდი. ტიპი იყო ეს ზებალაშა. ვენესუელურები არ მევასება. ბრაზილიური ეგეც რა. და ტიპი მევასებოდა ზებალაშა იყო მეტრაქტორე რა. ტრაქტორის ძღოლი იყო და ჩესნი როჟა იყო, თან იყო ზებალაშა იყო რა, ზებალაშა. მაიცა. კასანდრა ხო გახსოვს? კასანდრა კი მაგარი სერიალი. გრანდუს დანა მე ვარ იქ ფილმში. თუ ვერ ჭობი. პირველ ტურთან შედარებით დიდად განსხვავებული არ იყო. დღევანდელი დღესაც ბევრი ვიხალისე, გამიმართლა, დღესაც კარგი ადამიანი შემხვდა, კარგი ბიჭი იყო ნამდვილად. პირველ ტურთან შედარებით ბევრად ვიხალისე, გავერთე, მომეწონა ჩემი პარტნიორი. მოგების შანსი მაქვს, მაგრამ თანაბრად ვაფასებ, დარწმუნებული არაფერში არ ვარ. არ ვიცი, ვინ მოიგებს ნამდვილად. წინა ტურთან შედარებით ალბათ ოდნავ უკეთესი. ვფიქრობ, მოგების შანსი თანაბარია.